დღეს ჩვენ სტუმრად ყავს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია. ნიკა, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის და გილოცავ პირველ ეთერს. დიდი მადლობა. მესმის რა შაღელვია პირველი ეთერი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული. დიდი მადლობა. მაშინ დავიწყოთ. ნიკა, არჩევნების შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით ავტოკრატიისკენ სვლა ისეთი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, რომ მათ ყველაზე სასტიკ მოწინააღმდეგეებსაც კი ვერ წარმოედგინათ ეს. იქმნება იმის შთაბეჭდილებაც, რომ პირდაპირ კოსმოსური ტემპით მივიწევთ ავტოკრატიისკენ. შენი აზრით, ნიკა, რით არის განპირობებული ქართული ოცნების ასეთი დაჩქარებული ტემპი და რას აკეთებს ახლა არალეგიტიმური ხელისუფლება? მარცხით. არჩევნებზე მარცხით. მე ვკითხულობ ხოლმე შენიშვნებს სოციალურ ქსელებში, უსმენ ეთერებს, რომ ოპოზიცია დაგვპირდა, რომ არჩევნები არ გაყალბდებოდა, მაგრამ არჩევნები გაყალბდა. არჩევნების გაყალბება იცით რას ნიშნავს? როდესაც ციფრებს დაწერენ და ამას მერე მთელი მსოფლიო აღიარებს. საქართველოში რაც მოხდა, მათ შორის პოლიტიკოსების და არასამთავრობო სექტორის და მედიის გამო, პირველ რიგში, მოხდა ის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მიითვისა სახალხო არჩევანი. მან დაწერა ციფრები, მან იძალა და, მაგრამ ძალადობასთან დაპირისპირებას არჩევნო უბნებზე არ ხდება. იქ სხვაგვარად ხდება და ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების არჩევნების შედეგად, რაც მოხდა. მოხდა კონსტიტუციური გადატრიალება, ეს აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ამაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა და პრეზიდენტის განცხადება, რომ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ აღიარებს, არ არის მცირე შედეგი, პირიქით ძალიან დიდი შედეგია ჩემის აზრით. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, 3 მათგანს, ჩვენ ლელოს და ნაციონალურ მოძრაობას შეუწყდა მანდატები. და ერთი იმყოფება პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა მანდატები შენარჩუნებული აქვს ჯერჯერობით. და ხო, უბრალოდ არ ვიცი, ეს მათი არჩევანია ჯერ, თუმცა პარლამენტში თანამონაწილეობა ამ წუთში არ ჩანს. და საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ამბობს იმას, ბოდიში დავასრულებ წინადადებას, ძალიან კარგად ასახავს დამოკიდებულებას ქართული ოცნების მიმართ, როგორც ხელისუფლების უზურპატორის მიმართ და იგივე განწყობა აქვს ქართულ ხალხს. ეს არის არჩევნების მოპარვაში მხილება. რატომ ვერ დავიცავით არჩევნები? დავიცავით. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალადობასთან დაპირისპირება, ციფრების ცესკოში დაწერასთან დაპირისპირება საარჩევნო უბნებზე არის შეუძლებელი. და უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს ყველაფერი არ შეუძლიათ. არც პოლიტიკოსებს ცალკეულს არ შეუძლიათ ყველაფერი და არც ყველაფერი არ იციან. ესეთ დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს ჩემი აზრით. თან ერთის მხრივ დამოკიდებულება გქონდეს, რომ არ გვივარგა პოლიტიკური სპექტრი და თან მეორეს მხრივ დამოკიდებულება გქონდეს იმგვარი, რომ ყველაფერი უნდა შეძლონ, ხო, ცოტა არათანმიმდევრულობა და არათავსებადობაც არის ამ ორ პოზიციას შორის. ეხლა მკითხავენ, აკრიტიკებ, როგორ ამომრჩეველს აკრიტიკებ, კრიტიკა ყველასი შეიძლება. ჯანსაღი და კეთილგანწყობილი კრიტიკა შეიძლება ყველას. დიახ, ამომრჩევლისაც, ხალხისაც საკუთარი თავის საჭიროა აუცილებლად თვითრეფლექსია, ამის გარეშე საერთოდ არაფერი არ არის შესაძლებელი ჩემი აზრით და ასე შემდეგ. ყველას კრიტიკა არის კეთილგანწყობილი და რაციონალური კრიტიკა არის საჭირო საქმეში უკეთესი შედეგის მისაღწევად და ზოგადად ბიზნეს მისაღწევად. მე ასე ვფიქრობ, ხშირად ამის გამომზრახავენ საკუთარ პარტიაშიც მათ შორის, საკუთარი მეგობრებიც, სოციალურ ქსელებშიც და ასე შემდეგ, მაგრამ მე ასეთი ადამიანი ვარ და არ ვაპირებ ჩემგან განსხვავებული ადამიანის შექმნას. ნიკა, თქვენ თქვით, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ შეუძლიათ ყველაფერი, ხო? მაგრამ ჩვენ მაინც უნდა განვიხილოთ ახლა პოლიტიკური პარტიების როლი ამ პროცესში, რომელიც ქართული ოცნების მიერ ბოლო დღეებში დაანონსებული და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, როგორც პრეზიდენტმა თქვა, მისი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ეს პოლიტიკური პროცესი მიდის სიკვდილისკენ, ხო? საბოლოოდ უნდა მოკლას პროცესი ამ დაანონსებულმა რეპრესიულმა ცვლილებებმა საკანონმდებლო. აი ამ პროცესში, როდესაც პოლიტიკურ პროცესი, როდესაც მკვდარია, რა ფუნქცია და რა როლი ენიჭება ოპოზიციურ პარტიებს? მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია. ამ კანონებს იმიტომ იღებენ, რომ პოლიტიკური პროცესი მოკვდეს.
მკვდარი რომ იყოს ახალი ლამის ტერორისტული კანონების მიღება ქართულ ოცნებას არ დაჭირდება. და თუ მოკვდება პოლიტიკური პროცესი, რა უნდა გააკეთოს? ვერ მოკვდება, იმიტომ რომ პირველ რიგში ქართული ხალხი ამის წინააღმდეგი, ხო? ეს პროცესი არ ქრება. მე პრობლემად ის კი არ მიმაჩნია, რომ პროცესი მოკვდა თუნდაც ქუჩაში. არა, უბრალოდ განვითარების ხაზი, შედეგების თვალსაზრისით ამ წუთში უკვე რაღაცა რამდენიმე კვირა არ ჩანს. შედეგები არის უმნიშვნელოვანესი პირველ რიგში ხალხის, ну ხალხმა თქვა ქვეყნის შიგნით რომ არ მიაჩნია ოცნებას საკუთარ ხელისუფლებად. ამაზე მეც ხალხი ვერ იტყვის. აი მეტი რა უნდა თქვას, თქვა რომ აი ეს ახლა ვინც შედან კაბინეტებში, ეს ხალხი არის თვითგამოცხადებული ხელისუფლების უზურპატორები. და ჩვენ არ მივიჩნევთ მათ საკუთარ ხელისუფლებად. პოლიტიკოსებმა თქვეს რომ ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს პოლიტიკური სპექტრის ნაწილად, იმიტომ რომ მათ გააყალბეს მოიპარეს არჩევნები და ხელისუფლებაში არიან უკანონოდ. იგივე თქვა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მეტი რა უნდა მოხდეს. მეტი უნდა მოხდეს ის რომ ეხლა უკვე ეს ხალხი ჩამოსაშორებელია ამ კაბინეტებს და გადაწყვეტილების მიღებაც, ნაძალადევად გადაწყვეტილებების მიღებაც უნდა ჩამოვართვათ. ეს როგორ გავაკეთოთ, ეს უნდა მოვიფიქროთ ყველამ ერთად, იმიტომ რომ რაც ახლა ხდება, ჩანს რომ საკმარისი არ არის. ხო, იმიტომ რომ ყავს პატიმრები, რომლებიც რჩებიან პატიმრებად, ყავს მოშიმშილეები, რომლებიც ლამის სიკვდილის ზღვარზე მიიყვანეს, ყველა ჯანმრთელობას უსურვებ, მაგრამ ხედავთ რაც ხდება, მზიასთან დაკავშირებით, ბატონ ხათამაძესთან დაკავშირებით, ხედავთ ჩვენ ამას ყველაფერს და გჭირდება შედეგი. უკვე ჩვენი ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს შედეგი. პროცესი საკმარისად განვითარდა იმდენად, რომ რაც მხოლოდ პროცესს შეეძლო მოეტანა, ეს უკვე მან ყველაფერი მოიტანა. ამ წუთში მთლიანად უნდა გადავკონცენტრირდეთ, მოდი ასე ვთქვათ, უშუალოდ შედეგებს. აი ამ წერტილების ჩაქრობა უნდა დავიწყოთ. აი ამ პარლამენტის, რომელიც იღებს მართლა ტერორისტულ კანონებს, მაგალითად მედიის დახურვასთან დაკავშირებით. აი ამ დღეებში რაც ხდება, ეს კანონი მედიის დახურვასთან დაკავშირებით. მაგალითად სრულიად აკრძალვა შეკრებების, პრაქტიკული აკრძალვა შეკრებების, სიტყვის თავისუფლების აბსოლუტურად განულება და ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონი. ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც თავის დროზე იქნა მიღებული 2004 წელს, მე ვიყავი მაშინ პარლამენტის წევრი, მუშაობდი ამ კანონზე, მაგრამ ავტორი იყო გიგა ბოკერია ამ კანონის და ასე ვთქვათ, ის ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კანონი მსოფლიოში და ამ კანონში წერია, რომ სხვა კანონები თუ განსხვავებულად განსაზღვრავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, პრიმატი აქვს ამ კანონის მოქმედებას, მაგრამ დღეს რას აკეთებენ? პრაქტიკულად ამ კანონს კი არ აუქმებენ მარტო. ზოგადად სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას აუქმებენ. სიტყვა მონის გამო დაკავებაც, რაც პრაქტიკაში აქვთ უკვე ამათ, ესეც კი ამის ნაბიჯია, ანუ განხორციელებით დიდი ხანია მათ ეს დაიწყეს, მაგრამ უკვე კანონებში ჩაწერა დაიწყეს, ხო? რუსული კანონი არათუ აუქმებენ, რასაც მთელი მსოფლიო თხოვს, თუმცა ეს არ არის ჩემთვის განსაზღვრელი ამ შემთხვევაში, განსაზღვრელი ისე რომ ესენი უზურპატორები არიან და ცალკეული კანონები უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მთლიანად ესენი უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ამ ქვეყნის პოლიტიკური ასე ვთქვათ მმართველობის სადავეებიდან, ახლა ლოკაციებზე არ ვლაპარაკობ და გეოგრაფიაზე, ხო? არათუ აუქმებენ, ამძიმებენ ამ კანონებს, ხო? რა თქმა უნდა ეს არის შიშის რეაქცია, რა თქმა უნდა ეს არის სისუსტის გამოხატულება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის რეპრესია, რომელიც აი ტერორის ფორმას იღებს, ხო? ეს უკვე არის ბოლოში გასვლა. ეს არის ავტორიტარიზმიდან დიქტატურამდე მისვლა. იმიტომ რაღა დარჩა? დარჩა მარტო დემონსტრაციები და მედია, კრიტიკული მედია. და ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, აღარ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველო ბელორუსი არ არის. თუ ეს კანონები იქნა მიღებული და განხორციელებული, დიახ, საქართველო ბელორუსი ხდება. წეგან ამბობდით ნიკა, რომ შედეგი უნდა დაიდოს და აქვე უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხაზი გაუსვით, რომ ოცნება გადავიდა უკვე გაცხადებულ რეპრესიებზე, ხო? მათ შორის რაზეც დიდი ხანია გადავიდა გაცხადებულ დიქტატურაზე, მოდი ასე ვთქვათ. რაზეც თქვენ ხაზი გაუსვით, იგივე რეპრესიული კანონები, მათ შორის რომლის სამიზნეც არის არა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც უკვე ორთვეზე მეტია ქუჩაში დგანან და პროტესტს გამოხატავენ, ხო? არამედ იგივე მედია ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფაქტობრივად პოლიტიკოსებიც მათ შორის, რა თქმა უნდა. ფაქტობრივად ჩაკეტილი წრე არის, ხო? აი ამ ჩიხიდან გამოსავალი მაინც რა უნდა იყოს? ჩაკეტილი წრიდან გამოსავალი ყოველთვის არის ერთადერთი გარღვევა.
ყველაფერი დანარჩენი არის წრეზე სიარული. ამიტომაც ქვია ჩაკეტილი წრე, სწორად იხმარეთ ეს ტერმინი. ჩაკეტილი ამ წრეს იმიტომ ქვია, რომ პროცესზე თუ ორიენტირდები, ყოველთვის ირული წრეზე. და წრეზე სიარულს მიზნამდე არასოდეს არ მიყავს. წრეზე სიარული არის ერთი და იგივეს კეთება. ჩაკეტილი წრიდან გაღწევა შეიძლება მხოლოდ გარღვევით და ჩვენ გვჭირდება გარღვევა. და ოღონდ ეს ამ გარღვევის რეცეპტი არც ჩემი უნდა იყოს, არც ჩემი კოალიციის, არც მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის ყველასი უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, როგორ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. იმიტომ რომ თუ ჩვენ დავდივართ ჩაკეტილ წრეზე და უკვე ჩემი აზრით სამწუხაროდ ამას ვაკეთებთ და რაღაც ეტაპზე ყველა პროცესი ასეთ ფორმას იღებს, ხო? რაღაც ეტაპზე ყველა პროცესი ჭირდება ხოლმე თვითრეფლექსია, არა მარტო საქართველოში, ყველგან. და რაღაც მომენტში ყოველთვის ჭირდება გადახალისება, კარდინალური ცვლილებები და ასე შემდეგ. ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ ამას აღიარება ჭირდება წინსწრებად და კრიტიკის მიმღერობა. კრიტიკის მიმღერობა ჭირდება მეც საზოგადოებისგან კრიტიკის მიმღერობა, მაგრამ ჩემგან კრიტიკის მიმღერობაც ჭირდება საზოგადოებას. ჩემგან მე ახლა გულისხმობ X ადამიანისგან, ხო? ერთი პერსონისგან, ხო? კრიტიკის მიმღერობის გარეშე წარუმატებლობა არის გარანტირებული, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფისაც. ხო? ჩვენ ცოტა გავერთეთ იმაში, რომ ერთმანეთს ვამხნევებთ, ეს საჭიროა, რა თქმა უნდა. საჭიროა და მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ამ წუთში არის ის, რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი წარმატებით არ მიდის. ამაზე ჩვენ აუცილებლად აგონიაში არ არის, რეჟიმი დამარცხებული ჯერ არ არის. რეჟიმი არის დასუსტებული, მაგრამ ამ საქმეს ჭირდება ბოლომდე მიყვანა. და წრეზე სიარული საქმე ბოლომდე არ მიდის. გარღვევა მნიშვნელოვანი და საჭიროა. მე ასე ვფიქრობ. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ნიკა გადაცემის მიმდინარეობისას, მაგრამ ისევ ჩაკეტილ წრეს რომ დავუბრუნდეთ, ხო? ამ რეპრესიების რომლის სამიზნეც არის საზოგადოება, ოპოზიციური პარტიებიც, მედია ორგანიზაციებიც. მართლაც ჩაკეტილი წრე იქმნება კიდევ ერთხელ ვითხმარ ამ სიტყვას და რატომ ეს ადამიანები ერთის მხრივ ან უნდა დაემორჩილონ ამ რეპრესიულ კანონებს, რაც რა თქმა უნდა პროტესტს თავდაპირველად შეასუსტებს და მერე საბოლოოდ მოკლავს და აღარ იქნება პროტესტი, ან მეორეს მხრივ არ უნდა დაემორჩილონ ამ კანონებს და ყველა თუ არა უმრავლესობა წავა ციხეში. მაინც რა უნდა მოიმოქმედოს ასეთ დროს საზოგადოებამ? კიდევ ერთხელ ამბობ, ეს დილემა არ უნდა გქონდეს. მაგრამ ფაქტია რომ არის უკვე მოცემულობა ქართული ოცნების პირობებში. და არ უნდა ცხოვრობდეთ გარემოში, არა რო არის მესმის, ეს დილემა უნდა დავძლიოთ, ეს დილემა არ უნდა გქონდეს. ამიტომ გჭირდება გარღვევა, თქო, მაგას ვამბობ. ფაქტია რომ ამ ქვეყანაში წესები იწერება მხოლოდ ჩვენთვის. ქართული ოცნება უწერს წესებს სხვას, საკუთრივ მას არანაირი წესი არ ეხება. ის არის კანონგარეშე. ხელისუფლებაშიც არის უკანონოდ და მისი ქმედებები არ რეგულირდება არც ერთი კანონით. ის არის კანონგარეშე, ქვეყნის თავს მომჯდარი გამანადგურებელი პრაქტიკულად ამ ქვეყნის ისტორიული რაკურსითაც კი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიდის სახელმწიფოებრიობის პრობლემებამდე უკვე. იმიტომ რომ კვლავ ვამბობ, საქართველო არ არის ბელარუსი, ეს სიტყვები დაგვრჩება ლიტონ სიტყვებად, იმიტომ რომ ეს კანონები თუ იქნება, ბელარუსშიც დადიოდა ძალიან ბევრი ხალხი თვეების განმავლობაში. რუსეთშიც ძალიან ბევრი ხალხი აპროტესტებდა წლების წინ გვახსოვს თავდაპირველად. კი ბატონო, ამიტომ არაფერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ჩვენი უპირატესობა დიდი არის ის, რომ ჩვენ პირველი რესპუბლიკა გქონდა, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა გქონდა. 18-21 წლის ხონდა, გქონდა შესანიშნავი კონსტიტუცია და სამოქალაქო საზოგადოებაც მაშინ ძალიან კარგი. მაგრამ ეს უპირატესობები ისტორიას ავიწყდება ხოლმე. როცა განვითარება სხვა ხაზით მიდის და ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი შეცვალოს და შეაბრუნოს ეს ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ. მხოლოდ ქართველი ხალხი, რომლის ნაწილი პოლიტიკოსებიც არიან, თქვენც ხართ, სამოქალაქო საზოგადოებაც არიან, ხალხი თქო რომ ვამბობთ, ყველა რატომღაც პირველ რიგში ფიქრობს, რომ აი ხალხი ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც არც პოლიტიკოსები არიან, არც ჩვენც ხალხი ვართ. ხალხი არის ერთობა მთელი საზოგადოების, ხო? და ამიტომ ერთიანი გადაწყვეტილებები გჭირდება. პასუხი არის ჩვენში, ხალხში. ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
ნიკა გვარამია პოლიტიკოსიც არის, მაგრამ ეს პირობითობაა, ის ხალხია, პატრიოტია თავის ქვეყნის, რომელიც იღებს ამაში მონაწილეობას. მომეთხოვება სხვაზე მეტი რა კიღა პროფესიად პოლიტიკა ავირჩიე. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ეს სხვაზე მეტი შეიძლება ნიშნავდეს თავდადებას, შეიძლება ნიშნავდეს ტექნოლოგიების უკეთესად ცოდნას, როგორ გაუმკლავდე პოლიტიკურ კრიზისებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმეზე მეტი ვარ. ნამდვილად არ ნიშნავს, მე თვითონ არ მაქვს ესეთი აღქმა. და არც სხვას არ უნდა კონდეს, იმიტომ რომ შეიძლება შენ მე არ აღვიქვამ და შენზე მეტად და სწორია რომ არ აღვიქვამ, მაგრამ რომ მეუბნები რომ შენ ჩემზე მეტი უნდა გააკეთო, ეს გარკვეულწილად იერიბად იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მე რაღაცა გამორჩეული განსხვავებული წევრი ვარ საზოგადოების. არა ვარ მე განსხვავებული წევრი საზოგადოების. მე არის შემთხვევები, როდესაც გავყვები სრულად აქტივისტებს, მაგალითად, იმიტომ რომ არის შემთხვევები, რაც აქტივისტებმა და არის საქმეები, რაც აქტივისტებმა ბევრად ჩემზე უკეთესად იციან. არის შემთხვევები, სადაც მე გავყვები სრულად სამოქალაქო საზოგადოებას, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ისინი რაღაც არის, რაც მათ უკეთესად იციან ჩემზე, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც ვიტყვით, რომ მე გამომყევით, რომ მე ვიცი რაღაცეები უკეთ. ხო? ამიტომ როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რას აკეთებენ პოლიტიკოსები აკეთებენ პირველ რიგში იმას, რაც სხვაზე უკეთესად იციან, მათი პროფესიის გამო. იმიტომ კი არა, რომ გამორჩეულები არიან და რაღაც განსაკუთრებული უდებ თავში. არა, მათი პროფესია უცხოელებთან მუშაობა მაგალითად. არ აღიარების პოლიტიკა უდიდესი დამსახურება დიდწილად ეს არის ქართული პოლიტიკოსების დამსახურება. დიდწილად ეს შემიძლია თქვა. ყველგან. ბოლო კვირა გავიხსენოთ, ეხლა შემდეგი ვიზიტი გვაქვს მაგალითად ევროპარლამენტში, იქაც მიწვეულები ვართ, იქაც არ ვიქნებით ცალკე პოლიტიკური პარტიები, ყველა ერთად ვიქნებით. ნუ მე შემიძლია თქვა ჩვენი კოალიციის სახელით, ლელოს პოზიციაც ვიცი და ნაციონალური მოძრაობის იმედი მაქვს, რომ გახარიაც იქნება, ან მისი წარმომადგენელი არ ვიცი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის მიღწევა და ეს იქ ერთად ყოფნით არის და არა ერთნაირობით. ერთნაირობა ჩვენი შეუძლებელია, მაგრამ ერთობა ჩვენი შესაძლებელია. და მე რო ამბობენ ხოლმე, რომ აი ერთად არ ხართ, როგორ არ ვართ, ყველა მნიშვნელოვან საკითხში 4 კოალიციამ მიიღო ერთნაირი გადაწყვეტილება. ყველაფერს ყველა მოაწერა ხელი. ნუ პირობითობაა, რომ ბატონი გახარია ჩვენ გვერდით არ დგება და ხელს არ აწერს. უცნაური პირობითობა, მაგრამ პირობითობაა, მაგრამ ხო ყველა თანახმავართ იმაზე, რაც ხდება და ამას აქვს ფასი. და მას უყურებენ უცხოელებიც, ხო? ერთნაირობას ეს ხო არ ნიშნავს, ნიშნავს ერთობას. და ჩვენ ამ ერთობას მე არ ვიცი რომელ შემთხვევაში უღალატეთ. მაშინ უნდა მითხრან რა შემთხვევაში არ ვიყავით ერთად. ნიკა, მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვაქვს ეს ერთობაც, ხო? ჩვენ ხედავთ, სახეზე არის ერთობა, მაგრამ ყველა პრინციპულ საკითხში, მაგრამ მაინც უნდა ჩაგეკითხოთ იგივე პარტია გახარია საქართველოსთვის გარშემო, აი მაგალითად ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ მათ ისინი არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუმცა ფორმალურად არ დაუტოვებიათ მანდატები. ეს რამდენად ხომ არ სძენს ეს პარლამენტს ლეგიტიმაციას ერთგვარად, როგორ ფიქრობ? ხო, სამართლებრივად თუ ვიტყვით, მე არ მინდა ახლა განკითხება და ამის გარჩევა, მაგრამ როგორც კონსტიტუციონალისტმა შემიძლია გითხრათ, რომ ისინი რჩებიან პარლამენტის წევრებად. პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფებად, მაგრამ პარლამენტის წევრებად. პოლიტიკურ ბოიკოტში ვერ იქნება პარლამენტის არაწევრი, მარტივად რო ვთქვათ. მაგრამ არ შესვლა ნიშნავს იმას, რომ ხო, ლეგიტიმაციის პრობლემა ამ პარლამენტს რჩება. თუნდაც, სამს მოგვეხსნა უფლებამოსილება, გახარიას ფრაქციას თუ როგორც არის არ მოეხსნა, იმ უბრალო მიზეზით, რომ ესეთი განცხადება მათი მხრიდან არ ყოფილა. თუმცა თანამშრომლობას ამ რეჟიმთან მე ვერ დავაბრალებ. ახლა გახარიას და მის ხალხს ყოველ შემთხვევაში ამ წუთში ეს არ ჩანს და იმედი მაქვს, რომ არც გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული იქნება. გახარიასთვის დასასრული იქნება, მაგრამ პროცესებს გააფუჭებს მნიშვნელოვანწილად. ნუ ნახოთ, ამ წუთში რო ვთქვათ, რომ გახარია უმარტივებს ცხოვრებას ბიძინა ივანიშვილს, ან რამენაირად ეხმარება, ტყუილი იქნება. ეს ასე არ არის.
ნიკა, ჩვენ რაც დავიწყეთ ინტერვიუ, არაერთხელ ახსენეთ თქვენ საერთაშორისო პოზიციების მნიშვნელობა, საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელობა და ამ კუთხით ოპოზიციის მუშაობა, მათ შორის ისიც, რომ არც ერთი ჩვენი დასავლელი საერთაშორისო პარტნიორი, გულისხმობ ცივილურ ქვეყნებს და არა მაგალითად იგივე პუტინის მოკავშირე ორბანს ან ფიცოს, მაგრამ არც ერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი არ აღიარებს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას, ხო? აი სწორედ საგარეო პოლიტიკაზე მინდა კითხოთ, გვესმის არაერთი გამოხმაურება მათი მხრიდან, კრიტიკული რეზოლუციები, სანქციები, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მისამართით. საბოლოო ჯამში, როგორ ფიქრობთ, თუ არის დასავლეთის პოზიცია ერთგვარი შემაკავებელი ბერკეტი ქართული ოცნებისთვის და როგორც ფაქტორი აბსოლუტურად ნიველირებულია კრემლისკენ სრული სulis პირობებში. რამდენიც არა, მე გითხარით, რომ ადაპტირებს რეჟიმი, ზოგადად თანამედროვე დიქტატურები არის სწრაფად ადაპტირებადი. თანამედროვე დიქტატურები არ არის ტანკიციალური. და რაღაც მასობრივი დახვრეტები, ესე არ არის, ხო? ის არის ადაპტირებადი, სწრაფად ხედავს რა ხდება მის გარშემო, ხალხის პროტესტ და პროტესტს ეგუება სწრაფად, სწავლობს ამ პროტესტს და ეგუება და ასევე საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გარემოს მის ირგვლივ და იზოლაციასაც სწავლობს და ცდილობს რომ შეეგუოს, ხო? ჩვენ ყავს რეჟიმი, რომელსაც მნიშვნელოვანია ფულის მოპარვა. ეს საერთაშორისო იზოლაციის პირობებში შესაძლებელია, მოდი ასე ვთქვათ. მათ ეს არ არის არც ფიცო, ეს არ არის არც ორბანი, იმიტომ რომ ეს ორი, ვინც ახლა მე ვთქვი, მაინც პოლიტიკოსები არიან. ისინი ხელისუფლებაში ფულს აკეთებენ არა იმიტომ, რომ ფულია მათთვის თავარი ამოცანა, არამედ იმიტომ, რომ ეს ფული მოახმარონ დიდხანს ყოფნას პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი პირიქით არის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბერკეტები ჭირდება, რომ მეტი ფული გააკეთოს. იმიტომ ის სხვა რამეებზეა ორიენტირებული. თუმცა იზოლაცია მას ბუნებრივია, რომ ფულად შემოდინებების პრობლემასაც უქმნის, ბუნებრივია, რომ მისი ქონების გაყინვაზე და ფულის ანგარიშების გაყინვაზე უფრო მძიმე მისთვის არაფერი არ არის, ამიტომ ეს მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ბოლომდე რეალიზებული ამ წუთში არ არის, ესეც უნდა ვთქვათ, მაგრამ ბუნებრივი არსებობს სივრცე, რომ ეს მოხდეს და მოხდება ეს აუცილებლად. და ეს ენა ძალიან კარგად ესმის ბიძინა ივანიშვილს. უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოლიგარქია განსხვავებული ფორმა მაინც ავტორიტარიზმის და სამყაროს ეს ისე კარგად არ აქვს შესწავლილი, როგორც კლასიკური ავტორიტარიზმი, მაგალითად უნგრეთში, ხო? ეს მაინც უფრო განსხვავებულია და უფრო მეტი დრო სჭირდება, უფრო მეტი დრო დასჭირდა, ხო? ჩვენ ფაქტის კონსტატაციად შეგვიძლია 2020 წლის არჩევნები არაფრით ნაკლები არ იყო იმაზე, რაც ახლა მოხდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთის რეაქცია მაშინ ადეკვატური არ იყო. დღეს ეს რეაქცია არის სრულიად ადეკვატური, ამ ხალხს ხელს არავინ არ ართმევს, ამ ხალხს არავინ არსად არ იწვევს, მაგრამ მე ვისურვებდი მეც, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო მონეტარული ორგანიზაციები საქართველოს ამ წუთში ფულს არ უნდა აცლებდნენ. დიახ, ეს ხალხი ვალებს, იღებს იმიტომ, რომ ჯიბეს ჩაიდოს. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური ხელისუფლება რავალებსაც იღებს საერთაშორისო მონეტარული ორგანიზაციებისგან. მე ვფიქრობ, ჩვენ განაცხადი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ამ ვალების გადახდას არ ვაპირებთ. იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ხელისუფლებას ხალხისგან და მის მიერ აღებული ვალებიც არ წარმოშობს ხალხის ვალდებულებას მომავალ შესვალები გაისტუმროს. მე ეს მგონია, ჩვენ ამაზე განაცხადი კარგი იქნება რომ გავაკეთოთ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ხომ არ გეგმავთ რა მოხდება ეკონომიკა შეირყევა, ლარის კურსი გაიქცევა და რისთვის უჭირავს ამ ხელისუფლებას ლარის კურსი? რისთვის უჭირავს ჯერ კიდევ თუ უჭირავს ეკონომიკა? იმისთვის რომ მიტაცებული ქვეყანა დაიჭიროს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ეკონომიკა რო უჭირავთ ციფრებით და ლარის კურსი რო უჭირავთ სტელაზე, რაც არის დაფაზე, ეს ქართულ ხალხს უკეთესად აცხოვრებს? ღარიბები ამ ქვეყანაში როგორ ცხოვრობენ, ხო? მათ ხმებს ყიდულობენ, იმიტომ რომ შიმშილით არ მოკვდნენ. ამითი აშანტაჟებენ. და ეს ხო ტერორია. ეს ხო რეალურად არის ტერორი. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ვიყოთ გულსხმელები ამ მომრჩეველთანაც და საკუთარ თავთანაც. ამ ქვეყანას სჭირდება იმგვარი მიდგომა დემოკრატიული საზოგადოებისგან, რომ ღარიბებიც ჩაერთონ პროტესტში. ის ხალხი, ვინც რეალურად ეხლა ეგზისტენციალური საფრთხით, ანუ შიმშილისგან სიკვდილის საფრთხით ყავს დაბმული პირდაპირ მნიშვნელობით,
ქართულ ოცნებას. თორე თქვენ რა გგონიათ სოციალურ შემწეობას რო იღებს იმ ადამიანებს პატრიოტული მისწრაფებები არ აქვს და ვერ ხედავენ რას უშვება მათ სამშობლოს ქართული ოცნება. ცხადია არა, ისინი უბრალოდ გამოსავალი არ აქვს. რატო არ გამოდიხარ? იმიტომ არ გამოდის, რომ იმ 300 ლარსაც არ მისცემენ თვის ბოლოს და შიმშილიც ემუქრება და მიშვილებს უფექსაცვლად სიარული სკოლაში. ამიტომ და გასაგებია ყველა ადამიანი მე აბსოლუტურად გეთანხმებით ნიკა, მაგრამ მაშინ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ეს ადამიანები ქუჩაში, ხომ? აი როგორ უნდა გამოხატონ პროტესტი აი ამ შიშის ფონზე? რთული შეკითხვაა ძალიან. მათთან მეტი კომუნიკაციით პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა დაინახონ საკუთარი თავი ტელევიზორში როცა ხედავენ პროტესტს, იქ საკუთარ თავსაც უნდა ხედავდნენ. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონებში მაგალითად სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა ამ პროტესტზე საკუთარ თავს ხედავს, ანუ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს იმ ხალხთან, ვინც იქ დადის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მიტინგებზე დიდრები და საშუალო ფენა დადის. ეს აბსურდია. მე ვლაპარაკობ სუბიექტურ აღქმებზე, რაც შეიძლება კონდეთ რეგიონებში ადამიანებს და რეგიონებში მასობრივი სიღარიბეა. რეგიონები დღეს ქართულ ოცნებას გადაქცეული აქვს მართლა ჰუმანიტარული კატასტროფის ზონად. არსებობს რეგიონები, სადაც 60%-ზე მეტი, 2/3 მოსახლეობისა არის სოციალური შეჭირვების ზღვარს ქვემოთ და იღებს სოციალურ დახმარებას. ანუ სხვა არაფერი არ ქვია ჰუმანიტარული კატასტროფის გარდა, ხო? ამ ადამიანებით манипуляция არის ქართული ოცნების საარჩევნო ციფრების სინამდვილეში. სინამდვილეში ეს არის ქართული ოცნების ის 33, 35 თუ 39%-იც კი, რომელსაც ის იწერს, არის ამ ადამიანებით манипуляция მნიშვნელოვან წილად. ამიტომ ჩვენ ეს გამოსავალიც საპოვნელი გვაქვს აუცილებლად. აუცილებლად საპოვნელი გვაქვს ეს გამოსავალი. ადამიანებს უნდა აუხსნათ, რომ ის როდესაც დღეს მათ აძლევენ მაგალითად სოციალური დახმარების სახით, ეს მათთვისვე მოპარული ფულია. და სინამდვილეში მათი შემოსავალი გაცილებით მეტი იქნება თუ ჩვენ სწორი მიმართულებით გავაგრძელებთ ცვლას ევროკავშირისკენ, თუ ჩვენ არაკორუმპირებული მთავრობა გვეყოლება. რასაც მათ უხდიან, ეს არის მოპარული ფული და გადაგდებული კაპიკები. ვალად აღებული ფულიდან გადაგდებული კაპიკები. ხო, მათი ჯიბიდანვე ამოღებული ფულიდან. დიახ, ეს ასია. მათი შვილი, ხო, ვერასოდეს ვერ გახდება, ვერ ავა სოციალურ კიბეზე უფრო ზემოთ. იმიტომ 300 ლარად შეიძლება იცოცხლო, მაგრამ არ შეიძლება განვითარდე. ხო, ეს ადამიანები, ხო, ამ ადამიანებს ხო განვითარების უფლება წართმეული აქვს. და განვითარების უფლებას თუ ადამიანს არ თმევ, ის აღარ არის სრულფასოვანი ადამიანი. შენ მას მხოლოდ ცხოვრების უფლებას არ თმევ და არ ძლევ სიცოცხლის შენარჩუნების უფლებას და ეს არ არის სახელმწიფოს მიდგომა. სიცოცხლის შენარჩუნებაზე გამახსენდა უნდა ჩაგეკითხო ნიკა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხალხი, მათ შორის რეგიონებიდანაც ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს უკვე აგერ 72 დღეა, ხო? გამოდის ხალხი ქუჩაში, არ აღიარებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და არა მხოლოდ ქუჩაში გამოდის, არამედ დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ გმირობის ისტორიასაც, ხო, რომელიც იწერება თუ კი ისტორიულად იყო, რომ ქართველები გმირობას წერდნენ თვის დეკლარირებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ახლა უკვე ამ გმირობის ისტორიას სამწუხაროდ წერენ საკუთარი არალეგიტიმური ხელისუფალის პირისპირ ბრძოლაში, ხო? ერთ-ერთი ამისი ბევრი მაგალითია და ბევრი გმირობის მაგალითი მოგვიგროვდა უკვე სამწუხაროდ, ამ კონტექსტში სამწუხაროდ, მაგრამ ერთ-ერთი არ შემიძლია რომ არ ვახსენო ახლა მზია ამაღლობელი, ჩემი კოლეგა, ჩვენი კოლეგა სიცოცხლის შენარჩუნება ვახსენეთ ახლა სწორედ და ის მართლაც არის ამ წუთებში სიცოცხლის შენარჩუნების რისკის წინაშე. მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობს თითქმის ერთი თვე ხდება მალე რაც შიმშილობის რეჟიმში არის და რას ეუბნება ეს აქტი საზოგადოებას და რას ეუბნება ქართულ ოცნებას, აქვე უნდა ვთქვა ასევე თემურ ქათამაძეც ბათუმელი მედროშე, რომელიც ასევე შიმშილობის რეჟიმშია. აი რას გვეუბნება მათი ეს თავგანწირვის აქტი? ეს არის თავისუფლების დატყვევება, ხო, მზია ამაღლობელი ხო სიმბოლოა ამ წუთში. მზია ამაღლობელის დატყვევება არის თავისუფლების მოტაცება, რეალურად ეს არის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თავისუფლება შეიძლება იყოს პატიმრობაში. რატო არის მზია თავისუფლება? იმიტომ რომ ასოცირდება ამასთან როგორც ჟურნალისტი, გამორჩეულად თავისუფალი ჟურნალისტი და ქალი, რომელსაც არ შეეშინდა სისტემისთვის გაეწნა სილა.
კი, უნდა გაეწნა ეს სილა, იმიტომ რომ სისტემა იმას აკეთებდა მის წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ. დიახ, ასეა. მზია არის რეალურად ხო თავის ტკივილია სისტემისთვის, ხო? რაში ჭირდება მზიას წინასწარი პატიმრობა? მოდი გულწრფელები რომ ვთქვათ, რაში ჭირდება? სიმბოლიზმი არის ამაში და იმაში ამიტომ ჭირდება. ისინი გვაჩვენებენ ყველას, რომ თუ ჩვენ დავიჭირეთ ქალი, თან ჟურნალისტი და თან არაფრის გამო, ყველანი შესაძლოა მოხვდეთ ციხეში. ამას გვეუბნებიან ისინი ამით თავად. და არ პატიობთ სისტემის წინააღმდეგ არანაირ იმ გვარქმედებას, როგორც მზიამ ჩაიდინა. მზიამ საქართველოს სახელით გააწნა სილა დგებუაძეს სისტემის სიმბოლოს თავის მხრივ, ხო? ამიტომ არის მზია იქ სადაც არის, მისი შიმშილობა არის უკიდურესად საშიში, ის არის ეხლა ზღვარზე. მე არ ვიცი რეჟიმი სანამდე აპირებს მისვლას, მაგრამ ჩვენ რაღაცა რომ უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტი ვიდრე ვაკეთებთ. მე ვიცი, მე გაგზავნილი მაქვს როგორც დავპირდი საზოგადოებასაც და მზიასაც უთხარი, ყველგან წერილი რეაგირება არის ყველა მხრიდან, პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტური ორგანიზაციიდან, მათ შორის საჯარო, მათ შორის მთავრობისთვის გაგზავნილი წერილებით, მაგრამ ახლა სისტემა ამას დაახლოებით ისევე იმჩნევს, როგორც მაგალითად ჩაიმპატიმრობის დროს იგივე ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი წერილები. ეს არის ორგანიზაციები, რომელსაც ყველაზე დიდი სიტყვა ეთქვის და ავტორიტეტი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითაც და ჟურნალისტთა უფლებების, სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხითაც, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის სიმბოლოს მიტაცება. ამიტომ არის რეალურად მზია დღეს ციხეში, მაგრამ მზიას ბრძოლაც სიმბოლურია. მზია ძალიან კარგად აცნობიერებს, რას აკეთებს სისტემა მისი დაჭერით და მისი დაპირისპირებაც ძალიან დიდი სიმბოლიზმის მატარებელია. და სიმბოლოებთან დაპირისპირება მხოლოდ სიმბოლოებით შეიძლება. ესე მუშაობს ზოგადად. ამიტომ მზია უტეხობა არა მარტო შიმშილობის ნაწილში. მისგან არც ერთი თხოვნა არ წამოსულა. პირიქით მან თქვა რომ მე არ შიმშილობ, იმიტომ რომ გამიშვან. მე შიმშილობ უსამართლობის წინააღმდეგ. მე შიმშილობ უსამართლობის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სისტემამ დამტოვა ერთადერთი გზა ბრძოლის. ყველაფერი დანარჩენი მომისვა, იმიტომ რომ გამომაწყვდე 4 კედელში. ამიტომ უბრალოდ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სიმბოლიზმში არა მხოლოდ აქციების სიმბოლიზმში და წარმოუდგენელი რაღაცები ხდება ხოლმე აქციაზე, აი ძალიან გულის გამგმირავი მე ვიტყოდი ხშირად, მაგრამ მზია სიმბოლიზმი მაინც ყველაზე უფრო შთამბეჭდავია ჩემთვის ბოლო ამ თვეების განმავლობაში რაც ვნახე. ეს არის უტეხობის, უშიშრობის და გამბედაობის სიმბოლო. მანამდე ის იყო მაღალი კლასის ჟურნალისტიკის სიმბოლო, დღეს არის სულ სხვა ტიპის და სულ სხვა სიმაღლის სიმბოლო. მთავარი ის გადარჩეს ცოცხალი. მაგრამ ნიკა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება არ იხევს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უკან და აპატიმრებს ყველას, ყოველ შემთხვევაში ცდილობს ყველას დაპატიმრებას, მათ შორის სიმბოლოებს და მათ შორის მზია ამაღლობელის სიმბოლოზეც ვისაუბრეთ. აი ასევე იქცეოდნენ უფრო ძლიერი და მდიდარი რეჟიმები, ხო, ვიდრე არის ქართული ოცნება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დამარცხდნენ. იგივე გულისხმობ მაგალითად საბჭოთა კავშირს, ასევე იქცეოდა, იქაც იყო უმძიმესი რეპრესიები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რეჟიმი დამარცხდა. რა გვაძლევს ამის საფუძველს ახლა, რომ ვივარავდოთ, რომ ქართული ოცნებაც დამარცხდება? მე გეტყვით, არ არის პარალელი ბოლომდე კორექტული, ბოდიშ გიხდით, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მოვიყვანეთ ახლა დახურული ავტორიტარიზმის მოდელი. საქართველოს არ არის დახურული საზოგადოება. საქართველოსთან ადამიანებს შეუძლიათ გასვლა. ეს ჯერჯერობით ნიკა. და ჯერჯერობით და გადიან და რჩებიან უცხოეთში, ხო? ანუ საპროტესტო მასის გადინება ხდება უსწრაფესი ტემპებით. საბჭოთა კავშირში ეს შეუძლებელი იყო და სხვა დახურულ, ასე ვთქვათ, სივრცეებში. და ისწავლეს ავტორიტარებმა გაკვეთილები ისტორიიდან. საკუთარი წინამორბედების ისტორიიდან. ეს საზოგადოება ხა გახსნილია, საზღვრები გახსნილია და ადამიანები გადიან ქვეყნიდან და სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი შეება ფიზიკურად.
და გამსვლელთა დიდი ნაწილი ჩვენ ვიცით რომ საპროტესტო ელექტორატია ხო თავისთავად ცხადია ის უკმაყოფილოა ან თავისუფლების და დემოკრატიის მდგომარეობით ან ეკონომიკის მდგომარეობით ან ორივეთი და ასე შემდეგ ხო და რეალურად აქამდე ქართული ოცნება მაინც ცდილობდა მანევრირებას რბილი ავტორიტარიზმის ფარგლებში. ახლა უკვე ეს არის ძალიან ხისტი და ძალიან ამ მხრივ უკვე კორექტულია საბჭოთა კავშირის მოხსენიება ბელორუსის განსაკუთრებით. ამ მხრივ უკვე ძალიან დაეწია აი ამ ხისტ რეჟიმებს ქართული ოცნება და ზუსტად ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს ბოლო საფეხურებია, იმიტომ რომ ქართული ოცნება ვეღარ ატყუებს ვერავის ვერც ქვეყნის გარეთ, ვერც ქვეყნის შიგნით. ის ვიღაც ჩამოხსნილია, ყველამ ვიცით ქართული ოცნება რა არის. ეს არის რუსული რეჟიმი. იციან ქვეყნის გარეთაც, მათ შორის ძალიან რომ უნდათ ოპტიმისტები ყოფილიყვნენ ივანიშვილის დაბალანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით და იციან ქვეყნის შიგნითაც. მათ შორის იმათმა, ვინც დუმან და მეტიც, მათ შორის იმათმა, ვინც ქართულ ოცნებას აძლევს ხმას. ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, ის აზრს არ შეიცვლის. ის იქნება ისეთი როგორც არის. მათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. შუაში ყოფი ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ სტუმან არ ვიცი აზრი აქვს თუ არა მათთან საუბარსაც, იმიტომ რომ არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ლაპარაკი დაიწყონ ასეთმა ადამიანებმა, ამას კონფორმიზმი ქვია უკვე. თან ძალიან მავნებელი საკუთარი სამშობლოსთვის, მაგრამ მე მგონია რომ დიდი უმრავლესობა საზოგადოების, იმდენად დიდი უმრავლესობა საზოგადოების ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომ სავსებით საკმარისია ამ საზოგადოების კონსოლიდაცია და ვექტორის სწორად განსაზღვრა და სისტემისთვის იმ წერტილებში მიყენება დარტყმა, რომელიც მას ჩამოშლის. ეხლა ცოტა სპორადულია ეს დარტყმები, მე ამაზე ვსაუბრობ ზუსტად. ეხლა ცოტა სპორადულია ეს ყველაფერი, ეხლა ცოტა ანუ როგორც გაშლილი ფრონტით ხდება ეს ყველაფერი, რაღაც ეტაპზე სწორი იყო და კარგი. ამ წუთში მე ვფიქრობ ვექტორების დავიწროება ჯობია და განსაკუთრებით მტკივნეულ ადგილებში სისტემისთვის დარტყმების მიყენება. ამას მე ასე ვხედავ. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა არის ეს? მე თვითონ რომ ვიცოდი, ამას აუცილებლად ვიტყოდი. მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ყველაფერი ვიცი. მე სისტემურად ვხედავ, რომ ასეა საჭირო. მაგრამ ეს ვექტორები რა უნდა იყოს და ის წერტილები მტკივნეული რაც ჩამოშლის რეჟიმს ამ წუთში შეიძლება რაღაცა მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ სწორი პასუხები დანამდვილებით არ მაქვს და ეს პასუხები ერთად უნდა ვეძიოთ და აუცილებლად ვიპოვოთ. გეთანხმები ნიკა, აუცილებლად ვიპოვით ამ პასუხებს, ბრძოლაც გრძელდება და საზოგადოება არაპირებს დანებებას ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, სამშობლოს გადასარჩენად და ევროპული მომავლის დასაცავად. ჩვენს გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ნიკა გვარამიასთან, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემის მადლობა ნიკა, დაგემშვიდობებით.